ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის მსახურებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ამ დღისა და ივერის ღვთისმშობლის ხატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ივერის ღვთისმშობლის ხატის ასლი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაშია დაცული. ასეთი ასლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით ათონის მთაზე წმინდა ბერებმა საქართველოსთვისაც შექმნეს და ის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული. დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, აღსარებისკენ და მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულან. რა არის ამის მიზეზი? ეს შეიძლება იყოს რაღაც მძიმე ცოდვა ან ცოდვები, რომლებიც ადამიანს აწევს სულზე და მაგრამ არ უნდათ ამ ცოდვებისგან განშორება, მათთან ბრძოლა არ უნდათ. უფრო ხშირად კიდევ მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თითქოს ცარიელია, სულიერად მკვდარია, აღსარების გარეშე მიტოვებულია და ვეღარ გრძნობს განბანვის და განწმენდის სულიერი განწმენდის აუცილებლობას. თუ მარხვაში ამაზე ვფიქრობთ ჩვენ სინანულზე, მარხვის შემდეგ ამ პერიოდში ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ და ვიზრუნოთ, რომ აღარ დაუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ. ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს. როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერთა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა ის გამოაბრძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში. მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს და სამოთხეში უშვებს. სწორედ ამიტომ მიმართავთ ჩვენ მას, ასე გვაცხოვნენ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო. მხოლოდ მას მიმართავთ, არც ერთ წმინდა ადამიანს ჩვენ ასე არ მიმართავთ. და მადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც ჩვენზე მოიღო.